მოგესალმებით, მეგობრებო, ძვირფასო ეკლესიაო, გაკურთხებთ უფალი იესო ქრისტეს სახელით და მინდა სანამ უშუალოდ გადავიდოდე სიტყვის გაზიარებაზე, რაც გულში ჩამედო უფლის მადლითა და წყალობით, ვილოცო და ვთხოვო სულიწმინდას, რომ მან მოამზადოს ჩვენი გულები, სცხოს სიტყვას, მისით იყოს აღძრული ყოველი სიტყვა, რომელსაც ვიტყვი და იყოს ეს ასაშენებლად ღმერთის დიდების გამოსავლენად ჩვენს ცხოვრებაში იესოს სახელით. უფალო, მადლობა შენ დღევანდელი შეკრებისთვის, ჩვენი ამ შესაძლებლობებისთვის. მადლობა შენ, რომ ასე დისტანციურადაც შეგვიძლია ერთმანეთს მოვემსახუროთ, ვილაპარაკოთ შენს დიდებაზე, შენს განზრახვებზე. ამიტომ მოუხმობ შენს უძვირფასეს სისხლს, უფალო საყვარელო, სიბნელის ყოველგვარი ძალის, განზრახვის, ჩანაფიქრის, გეგმის საწინააღმდეგოდ ჩვენდამი, როგორც მოლაპარაკისადმი, ისე მსმენელებისადმიც და ვთრგუნა მტრის ყოველ ძალას ჩვენს წინააღმდეგ აღზრულს და ჭეშმარიტების წინააღმდეგ აღზრულს იესო ქრისტეს სახელით და ვაცხადებ შენი სახელის განდიდების ჟამს. ამინ. დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ღმერთის დიდებაზე, რას ნიშნავს ღმერთის დიდება და რამ შეიძლება დააბრკოლოს მისი გამოვლინება ჩვენს ცხოვრებაში. თავიდან მინდა წავიკითხო მონაკვეთი დაბადების წიგნიდან, ეს არის ბიბლიის პირველივე წიგნი, პირველი თავის 26-27 მუხლები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს, როდესაც ადამიანს ქმნიდა. ნახეთ, რას ამბობს ეს მუხლები. თქვა ღმერთმა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. აქვე ღვთისმეტყველები თანხმდებიან იმაზე, რომ აქვე უკვე ჩანს წმინდა სამების ბუნება და ფენომენი, ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ღმერთს არ უთქვამს ჩემს ხატად და ჩემს მსგავსადო. ანუ შესაბამისად, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რამოდენიმე პირი ლაპარაკობს ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. წმინდა სამება დაეიბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ნახეთ, რა საოცარი ადგილია, მეგობრებო. ღმერთი ამბობს, რომ მე მინდა შევქმნა ადამიანი ჩვენს მსგავსად და ჩვენს ხატად. რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა კონდეს როგორც შინაგანი თვისებები ღმერთის მსგავსი, ასევე ის უნდა მისი ხატება იყოს ცოცხალი და თან მის ფუნქციაზეც ლაპარაკობს. ეს ადამიანი არ უნდა იყოს რაღაც მეორე ხარისხოვანი, ვიღაცას დაქვემდებარებული. ეს ადამიანი უნდა იყოს ამ დედამიწაზე მმართველი, ბატონი. ისევე როგორც ღმერთი არის სამყაროს მმართველი. ნახეთ, ცაში ფრინველზე, ზღვაში თევზზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე, უნდა ბატონობდეს ეს ადამიანი. ნახეთ, რა იყო ღმერთის ჩანაფიქრი იმ თავითვე. ღმერთს სურს, რომ ადამიანი არ იყოს დაწყევლილი, არ იყოს სიკვდილს დაქვემდებარებული, არამედ დადიოდეს თავისი შემქმნელის, თავისი მამის დიდებაში. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, როგორ განვითარდა ისტორია. ახლა ამას ამ მომენტში არ შევეხებით. კიდევ ერთი ადგილი მინდა წავიკითხო. ეს არის იოანეს სახარება მე-11 თავი, 34-45 მუხლები, ცოტა მეტი მუხლები აქ. კითხა, სად დაასვენეთ იგი? აქ არის ისტორია მოთხრობილი ლაზარეს გარდაცვალების შესახებ. მიუგეს, მოდი და ნახე უფალო, აცრემლდა იესო. თქვენს იუდევლებმა, ნახე, როგორ ყვარებია. ზოგი მათგანი ამბობდა, ნუ თუ ბრმისთვის თვალის ამ ხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არც ეს მომკვდარიყო. იესო კი კვლავ სულით შეძრული მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. თქვა იესომ, მოაშორეთ ლოდი. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ, უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა. უთხრა მას იესომ, განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ მეთქი. აი ცოტა ხანი აქ მინდა შევყომდე. მეგობრებო, მოხდა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო ადამიანის ცხოვრებაში. ლაზარე მოკვდა. როდესაც ადამიანი კვდება, ეს არის მისი წყევლის მაქსიმუმის გამოვლინება. თუმცა იესო ქრისტეს აქვს ნათქვამი სიტყვები, ჩემი მორწმუნე კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს და აქაც ის მიმართავს მართას. განა არ გითხარი მართა?
ხომ მაქვს შენთვის ნათქვამი, რომ სიკვდილიც კი ვერას დაგვაკლებს, თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ მეთქი. ნახეთ აქ რაზე მინდა ხაზი გაუსვა, მეგობრებო. არსებობს ადამიანური ცოდვით დაცემული ცხოვრება, მაგრამ არსებობს ღმერთის დიდება, რომელიც თუ მოახერხებს და გამოულინდება ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანი თავისუფლდება სიკვდილის მარწუხებისგანაც კი. აღარ ვლაპარაკობ წყევლის ყველა სხვა დანარჩენ გამოვლინებაზე. და ჩვენ ამ გამოვლინებას ვხედავდით, როდესაც იესო ქრისტემ რამოდენიმე პური გაამრავლა და თევზი და 5000-ზე მეტი ადამიანი დააპურა. ამ დიდების გამოვლინებას ვხედავდით, როდესაც ის წყალზე დადიოდა. ამ დიდების გამოვლინებას ვხედავდით, როდესაც ის ბრმას თვალებს უხელდა და აქ იუდევლები თვითონაც ახსენებენ, ნუ თუ არ შეეძლო ბრმისთვის თვალების ამხელს, ისე მოეხერხებინა, რომ ეს კაცი არ მომკვდარიყო. ამ დიდების გამოვლინებას ვხედავთ, როდესაც იესო ქრისტე ზებუნებრივად ეუბნება პეტრეს, რომ დაიჭერ თევზს, გაუჭრე მუცელს და იქ აღმოაჩენ ოქროს ტატირს. ამ დიდების გამოვლინება იყო, როდესაც იესო ქრისტემ გააჩერა ზღვის ღელვა, დაიმორჩილა დემონები. არ ვიცი, რამდენი რამე შეიძლება ითქვას ღმერთის დიდების გამოვლინებაზე. ეს იყო ადამიანი ღმერთის ხატად, მის სისრულეში მოსული ამ დედამიწაზე. თავად ღმერთი. რადგან იესო ამბობს, თომას ეუბნება, მე და მამა ერთი ვართ. ნახეთ, მეგობრებო, ღმერთის ჩანაფიქრი არის ეს, რომ გამუდმებით ადამიანების ცხოვრებაში ვლინდებოდეს ღმერთის დიდება, მაგრამ ნახეთ აქ როგორ წერია, განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ მეთქი. და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა, მამაო, გმადლობ რომ მისმინე. მე ვიცი რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად თქვი, რათა ირწმუნონ რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა. ლაზარე გამოდი. გამოვიდა მიცვალებული, ხელფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული. სახე კი სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ, გახსენით, გაუშვით იეროს. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა იხილა, რაც მან მოახდინა. ირწმუნა იგი. იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. დიდება ჩვენს ღმერთს. მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტეს განზრახვა იყო ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რამხელა ძალა აქვს რწმენას. და მან პირობაც დაუდო მართას, თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ. ჩვენ ვხედავთ, რომ იესომ იცოდა მამა რას აპირებდა. მაგრამ მან კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინები არ ემთხვევა ხოლმე იმას, რასაც ღმერთი გეგმავს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ ცვლის ღმერთის კეთილგანწყობას ჩვენგან. ამან შეიძლება ჩვენ დაგვიმძიმოს გული, ამან შეიძლება ჩვენ მოგცეს იმედგაცრუება, თუმცა იესო ქრისტე ხას უსვამს იმას, რომ ის მზად არის რაღაცა წინასწარ გააკეთოს ჩვენთვის კიდეც, იმისათვის, რომ გახსნას ჩვენი გული რწმენისათვის. და ნახეთ აქ წერია, და მრავალმა ბევრმა მოსულმა იუდეველმა იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. იესოს რწმენა, იესოსადმი რწმენა ხალხში იზრდებოდა. რა კარგია, მეგობრებო, რომ ჩვენ თუნდაც ამის უშუალოდ მომსწრენი არ ყოფილვართ, 2000 წლის მერეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ღმერთის დიდებულებაზე, რომელიც იქიდან მოყოლებული დღემდე ვლინდება ჩვენ ცხოვრებაში. განა ჩვენ არ გვინახავს სასწაულები, განა ჩვენ არ ვხედავთ ღმერთის გამოვლინებას თავისი დიდებულებით. სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მდგომარეობაში, განა ჩვენ არ ვხედავთ წმინდა წერილის ჭეშმარიტებანი, რომელიც 2000 წლის წინ დაიწერა სულიწმინდის მიერ მოციქულების გამოყენებით, როგორ სკრუპულოზურად წვრილმა ნეფში სრულდება დღეს. განა არ ვხედავთ უკანასკნელი მოვლენებიც, როგორ ლაპარაკობს ღმერთის დიდებაზე. ღმერთის დიდებაზე, რომელმაც წინასწარ მეტყველა, რომ ისრაელი თუნდაც სარიელი ძვლები ყოფილიყო, შავეთის ველზე მიმოფანტული, აღდგებოდა როგორც სახელმწიფო მისი მეორედ მოსვლის წინ და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ეს ყველაფერი, მეგობრებო. ღმერთს უნდა რომ ჩვენ ვიხილოთ მისი დიდება. ღმერთის თავდაპირველი ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო. ღმერთის დიდებაა, როდესაც ადამიანი იმარჯვებს ავადმყოფობაზე, იმარჯვებს სიკვდილზე, იმარჯვებს უიმედობაზე, ხელმოცარულობაზე, ბატონობს ზღვაში თევზზე, ქვეწარმავალზე, ცაში ფრინველზე და ასე შემდეგ. ღმერთის დიდებაა, როდესაც ადამიანი გავს თავის გამჩენს, თავის მამას, თავის მშობელს, ისევე როგორც ყველა მშობელს უხარია, როდესაც შვილი უშუალოდ მის დადებით
ძლიერ მხარეებს გამოავლენს და სიამაყით ამბობს, ნახეთ ჩემი შვილი, მე მგავს. ღმერთს უნდა რომ ჩვენს ცხოვრებაში მისი დიდება ვლინდებოდეს. ღმერთს უნდა რომ ჩვენ არ გვაშინებდეს არც ავადმყოფობა, არც ხელმოწარულობა, არც შიმშილი, არც შიში ხვალინდელი დღის და მით უმეტეს არც სიკვდილი და ის გვეუბნება დღეს, გვიკეთებს გამოწვევას. თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ. ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რომ ვიცოდეთ რა ჭირდება იმას, რომ ღმერთის დიდება გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, რწმენას უამრავი ასპექტი აქვს, მაგრამ წმინდა წერილში წერია, რომ ის ჩვენ ღმერთის კეთილგანწყობა მადლით მოგვეცა, თუმცა რწმენის მეშვეობით. წმინდა წერილში ისიც წერია, რომ შეუძლებელია რწმენის გარეშე ღმერთისათვის სათნოთყოფა. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია მოსაწონნი ვიყოთ მის წინაშე, თუ არ გვაქვს რწმენა. მაგრამ ღმერთი გვეუბნება, თუ ირწმუნებთ, ღმერთის დიდებას იხილავთ. იხილავთ ღმერთის ზებუნებრივ გამოვლინებას თქვენ ცხოვრებაში. თუმცა მეგობრებო, წმინდა წერილში ისიც წერია, რომ რწმენა ეს არ არის უბრალოდ რაღაცა შეგრძნება რაიმეს დაჯერების. რას გრძნობ შენს გულში, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა კავშირი იმასთან, გაქვს თუ არა რწმენა. იმიტომ რომ წმინდა წერილში წერია, რწმენა მოსმენისგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვისგან. სამწუხაროდ, მეგობრებო, დღეს კაცობრიობა ყველაფერს კითხულობს წმინდა წერილის გარდა. შეიძლება შეეროდეთ რაღაცა გადმოცემების, რაღაცა ზღაპრების, ფილმების, რაღაცა იგავების, უამრავი ფილოსოფიური ნაშრომები არსებობს, ზოგი ტიბეტში მიდის, ზოგი ბუდასთან მიდის, ზოგი მუჰამედთან, მაგრამ წმინდა წერილში პირდაპირ წერია, რომ რწმენა მოსმენისგან, მოსმენა კი ქრისტეს სიტყვისგან. ღმერთი გითვლის რწმენად იმას, რასაც შენ ირწმუნებ, მოისმენ რა ღმერთის სიტყვას. აი წარმოიდგინეთ რა მარტივია, მეგობრებო, ჩვენი რწმენის გაზომვა. როდესაც ვკითხულობ წმინდა წერილს. წარმოიდგინეთ, აი უბრალოდ ახლა შემოვიდეს მანდ აუდიტორიაში ვინმე თქვენთან და გითხრათ, იცით რა, აი ძალიან დიდი წყლის ტალღა მოდის და ახლა აი ამ ნახევარ სარდაფს დაფარავს ეს წყლის ტალღა. სულ რაღაცა 5 წუთი დაგვრჩა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, გამოდით და პირველ სართულზე ამობრძანდით. და თქვენ დიდ მადლობას გადაუხდით ამ ადამიანს, ვინც გაგაფრთხილათ, ვინც დაინახა, რომ ეს დიდი ტალღა მოდის და სარდაფი ივსება წყლით და დაიწყებთ მის ქებადიდებას. მადლობა მეგობარო, ძალიან კარგი ადამიანი ხარ, გაგვაფრთხილე, 200 საოცარი ადამიანი ხარ და ელაპარაკები ასე, რადგან მოისმინე მისგან სიტყვა, თუმცა ოთახიდან არ გამოდიხარ. იცი, გაგაფრთხილა, ამბობ, რომ თითქოს გჯერა, მაგრამ შენი რწმენა შენს მოქმედებებში ვერ ისახება. თქვენ შორის ვიღაცა შეიძლება ადგეს, ავიდეს პირველ სართულზე და მისი ეს მოქმედება ასახავს რეალურ რწმენას, აი რადგან დაიჯერე შენთვის მოწოდებული ინფორმაცია. შენ გამოხვედი და ახვედი პირველ სართულზე და წყალი კიდეც რომ მოვიდეს და ჩადგეს სარდაფში, შენ ვერაფერში დაგაზიანებს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სწამთ ღმერთის, სწამთ მისი ნათქვამის, თუმცა მათი ეს რწმენა რეალურად მათ ცხოვრებაში არ ვლინდება, იმიტომ რომ პირობითად რომ თქვათ, სარდაფიდან არ გამოდიან. რწმენის მიხედვით, წაკითხulis მიხედვით, მოსმენილის მიხედვით, ქრისტეს სიტყვების მიხედვით რეაგირებას არ ახდენენ თავიანთ ცხოვრებაში. ამიტომაც მეგობრებო, წმინდა წერილი გვეუბნება, რწმენა მოსმენისგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვისგან. დღეს თქვენ ისმენთ ღმერთის სიტყვებს. დღეს თქვენ ისმენთ წმინდა წერილიდან, ქრისტეს სახარებიდან სიტყვებს და იესო ქრისტე გეუბნებათ, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ. მე არ ვიცი შენ რა გამოწვევის წინაშე დგახარ, მაგრამ შეიძლება სწორედ შენი ურწმუნოება იყოს მიზეზი იმისა, რომ ღმერთი ვერ ერევა შენ ცხოვრებაში, ვერ ვლინდება მთელი თავის დიდებულებით. კიდევ ერთი ადგილი მინდა წავიკითხო, მეგობრებო, რაც შეიძლება გვიჩვენებდეს, თუ კიდევ რამ შეიძლება შეაბრკოლოს ღმერთის დიდების გამოვლინება ჩვენ ცხოვრებაში. რომელთა 3:23 ძალიან მარტივად წერია, ვინაიდან ყველამ შესწოდა
და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ვიცით მეგობრებო, რომ ადამი და ევა სანამ შესწოდავდნენ, ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ თავად არაფერი შეეძლოთ. ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ისინი ღმერთის დიდებით იყვნენ შემოსილნი, იმიტომ რომ იშნენ რა ედემის ბაღში, ისინი ბატონ პატრონები იყვნენ ყველაფრის. მათ არ ჰქონდათ შეზღუდვა ღმერთთან მოზიარებობაში, მათ არ ჰქონდათ შიში ტკივილის, სიკვდილის, მათ არ ჰქონდათ შიში ხვალინდელი დღის, იმედ გაცრუების, მათ არ ჰქონდათ შიში წყევლის. ღმერთმა თუმცა გააფრთხილა ისინი, მათი რწმენა არ ემყარებოდა ღმერთის სიტყვას. ჩვენ როგორც უკვე ვახსენეთ, რწმენა ითვლება მაშინ, თუ ეს რწმენა მომდინარეობს ღმერთის სიტყვის დაჯერებიდან. და სამწუხაროდ მათ დაიჯერეს არა ღმერთის, არამედ ეშმაკის და მისცეს საკუთარ თავს წასულიყვნენ ღმერთის სიტყვის, ღმერთის მცნების წინააღმდეგ. რასაც წმინდა წერილი ეძახის შეცოდებას. როდესაც არ იცი, არ გჯერა, არ ენდობი ღმერთის სიტყვას, მიდიხარ ღმერთის სიტყვის საწინააღმდეგოდ, შენს ცხოვრებაში შემოდის ცოდვა და ეს ცოდვა იწვევს სიკვდილს, წყევლის გამოვლინება შენს ცხოვრებაში. ავადმყოფობის სახით იქნება, სიღარიბის სახით იქნება, უიმედობის სახით იქნება, საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთის სახით იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ იესო ქრისტე აქაც ჩაერია. მან იცის, რომ ერთია ურწმუნოება, მეორეა ცოდვა და ეს ორივე ანგრევს ადამიანის ცხოვრებაში ღმერთის დიდებას, ბლოკავს ღმერთის დიდებას. ამიტომაც ჩვენ გვასწავლა იესო ქრისტემ, რომ თუ შევცოდავთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ცოდვის სავალალო შედეგებისგან. 1 იოანეს მეორე თავში წერია 1:4 მუხლები, შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი. იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში. ნახეთ მეგობრებო, როგორი მნიშვნელოვანია ვისმენდეთ მოციქულის პირიდან სულიწმინდის მიერ ნათქვამ სიტყვებს და მას ვეჭიდებოდეთ. მათ ვეჭიდებოდეთ. ნახეთ რას გვეუბნება წმინდა წერილი. ჩვენ არ უნდა შევცოდოთ, მაგრამ თუ შეგვეშალა რაღაცა, თუ შევცოდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყავს შუამდგომელი მამის წინაშე და ვინ არის ეს შუამდგომელი? მართალი იესო ქრისტე. დიახ მეგობრებო, სახარების არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. ღმერთი მოვიდა ხორცში. მან დაიმდაბლა თავისი თავი სიკვდილამდე, იტვირთა ჩვენი ცოდვები. იესო ქრისტემ აიღო ყველა ჩვენი ცოდვა. ის ერთადერთი მართალი ადამიანი მოვიდა და ჩვენს ნაცვლად, ყველა ცოდვილის ნაცვლად მოკვდა, მაგრამ როგორ არ უნდა ბოროტს, რომ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გავიგოთ. ადამიანები იმეცდებენ მღვდლებზე, ბუდაზე, თუნდაც პასტორებზე. იცით რა, ეს ყველაფერი მაცდურია, ეს ყველაფერი ტყუილია და ჭეშმარიტების დამახინჯებაა. ვერც ერთი წმინდანი, დაწყებული წმინდა გიორგიდან, გაგრძელებული წმინდა მარიამამდე, ვერ დაგვეხმარება ჩვენ ამ საქმეში, რომ ცოდვებისგან განთავისუფლდეთ. ერთადერთი, ვინც არის შუამდგომელი მამის წინაშე, არის მართალი იესო ქრისტე. და წმინდა წერილში წერია, რომ არც არის მიცემული სხვა სახელი მზის ქვეშეთში, ჩვენ ამას მოგვიანებით წავიკითხავთ, გარდა იესო ქრისტესი, რომლითაც გამომართლდებით. ნახეთ მეგობრებო, ერთია რომ ადამიანის ცხოვრებაში შესაძლებელია ურწმუნოება ბლოკავდეს ღმერთის დიდების გამოვლენებას. აი ძალიან უნდა ღმერთს შენს ცხოვრებაში ჩაერიოს, გაკურთხოს თავისი დიდებით, აავსოს შენი ცხოვრება თავისი თანდასწრებით, თავისი სიყვარულით, გამარჯვებით, გასწავლოს რა არის ნამდვილი ღირებულებები, მოაშოროს შენი თვალები ამ ქვეყნიურს დროებიც და შენი ყურადღება გადაიტანოს ზეცისკენ, დაგანახოს რომ არ არის ბარიერი, ავადმყოფობა, არ არის ბარიერი, უცოდინრობა რაღაცის, მთავარია იცოდე ღმერთის სიტყვა, გწამდეს და გჯეროდეს ღმერთის სიტყვის და მისი დიდება გამოვლინდება და მეორეა, აქვე შეიძლება ჩვენ
ვიყოთ გაბლანდული რაღაცა ცოდვაში. რაღაცა გულის თქმებში დავდიოდეთ. შეიძლება ეს იყოს ჩვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ჭორაობაზე, ამაოების სიყვარულზე, იქნება ეს პორნოგრაფია თუ ასე შემდეგ. ნახეთ მეგობრებო, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში არ შემოვიდეს ცოდვა, რადგან ცოდვა ბლოკავს ღმერთის დიდების გამოვლინებას ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავიქადნით, რომ უცოდველები ვართ. გვეშლება ძალიან ბევრი რამ, თუმცა ღმერთმა ესეც განსაზღვრა, თუ ნახავ რომ მოგწამლა ცოდვამ, მე მაქვს ამის ანტიდოტი, ამ საწამლავის და ამას ქვია რწმენა ქრისტე იესოს წინაშე, ქრისტე იესოს სახელის წრფელი გულით მონანიება და მისი სისხლით განთავისუფლება, განწმენდა ჩვენი ცოდვების ზეგავლენისგან. იესო ქრისტეს სისხლი ერთადერთი მართალი კაცის, ღმერთისა და ადამიანის ორბუნებოვანი იესო ქრისტეს სისხლი არის ანტიდოტი ცოდვის წინააღმდეგ. თუმცა წმინდა წერილში ისიც წერია, რომ მეგობრებო, თუ ჩვენ აი ამ უძვირფასეს სისხლს ვიყენებთ არაწრფელად, თუ ჩვენ აი ამ მადლს ღმერთისას ჩვენთვის გოგოთის ჯვარზე გამონთავისუფლებულს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვილი გულისთქმები დავიკმაყოფილოთ, ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენთვის ძვირფასი არ არის ქრისტეს ბუნება, ჩვენთვის ძვირფასი არ არის მის მსგავსად ყოფნა, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მისი მსგავსნი, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ თავი დავახციოთ სასჯელს. და იესო ქრისტე ამის წინააღმდეგია. ჩვენ ვერ დავუძურებით სასჯელს ხელიდან, თუ არ გვენდომება გავხდეთ მისი მსგავსნი. იმიტომ რომ ღმერთის ჩანაფიქრი რა იყო, მეგობრებო? ღმერთის ჩანაფიქრი იყო, რომ ყოფილიყავით მისი მსგავსნი, მისი ხატებანი, მისი ბუნების მატარებელნი, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. თუ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, თუ ჩვენ გვინდა რომ ცოდვით ვტკბებოდეთ, ცხოვრობდეთ როგორც ეშმაკები ამ დედამიწაზე, მაშინ რა თქმა უნდა ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ ღმერთის დიდება ჩვენ ცხოვრებაში ვეღარ გამოვლინდება. თუმცა წმინდა წერილი გვეუბნება, თუ ჩვენ ვწუხთ ჩვენი ცოდვების გამო და წრფელად ვინანიებთ ღმერთის წინაშე, მაშინ ის ერთგული და მართალი გვწმენს ყოველგვარი ცოდვისაგან და უმართლობისგან და ჩვენ ცხოვრებაში ბრუნდება ღმერთის დიდება. და როგორც იოანე მოციქული ამბობს, თუ შენ ამბობ რომ შეიცანი იგი, ანუ რეალურად გწამს, იცნობ ღმერთს და არ გაქვს სურვილი დაიცვა მისი მცნებები. არ მუშაობ საკუთარ თავზე, რომ ყველა სფეროში იყო მისი მსგავსი, იქცეოდე ისე როგორც იესო ქრისტე მოიქცეოდა, არ გახდი მისი ხატება, მაშინ ცრუ ხარ და ჭეშმარიტება არ არის შენში. ამას ამბობს მოციქული იოანე. მესამე მიზეზი, რაც შეიძლება იყოს ღმერთის დიდებისთვის ბარიერი ჩვენ ცხოვრებაში, არის კერპები, კერპთაყვანისმცემლობა ჩვენს გულებში. ნახეთ, რომაელთა მიმართ მოციქული პავლეს წერილი, პირველი თავი 23 მუხლი. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ნახეთ, უხრწნადი ღმერთის დიდება, ღმერთი რომელიც არის მარადიული, ღმერთი რომელიც მარადიულობიდან წვდება ადამიანთა გულებს. აი ამ ღმერთის, რომელიც არის ყოვლის შემძლე, რომელმაც გაიმარჯვა სიკვდილზე, რომელსაც შეუძლია ერთ წამში შეცვალოს მთელი მსოფლიოს ხვედრი და ისტორია. ამ ღმერთის დიდება ადამიანებმა გაცვალეს რაში? დროებითში. მოციქული პავლე აღწერს კერპთაყვანისმცემლობის ლოგიკას. როგორ ხდება, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, მაინც ქმნის კერპებს? იცით, იმ დროს, როდესაც ეს წერილი დაიწერა, ადამიანები აღმერთებდნენ იმპერატორებს. ადამიანები ქანდაკებებს თლიდნენ და ამ ქანდაკებებს ეთაყვანებოდნენ.
რას ნიშნავს გაცვალეს ღმერთის დიდება აი ამ დროებითში? იმას, რომ ადამიანმა ზურგი აქცია ღმერთის ნამდვილ დიდებას, მის სიდიადეს, სიბრძნეს, სიწმინდეს და მის ნაცვლად სხვა დროებითი აირჩია. ხრწნადი რას ნიშნავს? ხრწნადი არის ის, რაც ამ ქვეყნიურია და ლპება და ახლოა მოსპობასთან. უხრწნადი რას ნიშნავს? უხრწნადი არის მარადიული, ის რაც სამუდამოდ დარჩება, ის რაც დაგვპირდა, ის რასაც დაგვპირდა უფალი იესო ქრისტე, როდესაც გითხრა, რომ მე მივდივარ, რათა მოგიმზადოთ სავანეები. კი, მაგრამ აღარ უნდა ვიცხოვროთ ამ დედამიწაზე, რა თქმა უნდა ვიცხოვროთ, ეს ღმერთის ჩანაფიქრია შენთვის და ჩემთვის. ეს მან მოგვავლინა ამ დედამიწაზე, მაგრამ მისი მოლოდინია, მეგობრებო, რომ ამ დედამიწაზე ჩვენ არ ვიცხოვრებთ დროებითი მიზნებისთვის. დიახ, ჩვენ გვჭირდება თავშესაფარიც, ანუ სახლის და სახლი შეიძლება იყოს ძალიან კარგი, ჩვენ გვჭირდება გადაადგილების საშუალება და შეიძლება ადამიანი ვირით გადაადგილდეს, მეტროთი გადაადგილდეს, მაგრამ ამავე დროს ყავდეს ძალიან კარგი მანქანაც, ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელობა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უნდა ვივარჯიშოთ კიდეც და ექიმთანაც უნდა წავიდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა გახდეს ჩვენი თვითმიზანი. ეს ყველაფერი არის დროებითი, მეგობრებო. ეს ყველაფერი უნდა გვეხმარებოდეს იმაში, რომ ამ დედამიწაზე ვიცხოვროთ ღირსეულად, მოყვასის სიყვარულში, მოყვასისადმი თანადგომაში, ერთგულებაში, მოყვასის ისეთ სიყვარულში, როგორც გვიყვარს საკუთარი თავები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მეშვეობით ღმერთის სიყვარულში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ხიზნები, როგორც აი ქართულში ვამბობთ ხოლმე, არა, წუთი სოფელი არისო ეს. ერთ წუთში გაიფრენს, აი ზოგიერთი თქვენგანი 20 წლის არის, ზოგიერთი თქვენგანი 40-ის არის, ზოგიერთი თქვენგანი 60-ის არის, ზოგიერთი თქვენგანი 70-ს მოცილებულია, მეგობრებო და ჩვენს ყველამ ვიცით, რომ რამდენიც არ უნდა იცხოვრო ამ დედამიწაზე, ბოლოს უკან რომ მოიხედავ ეს ყველაფერი გეჩვენება როგორც ერთი წუთი და ღმერთის სურვილია, მეგობრებო, რომ ჩვენი უმთავრესი სამიზნე იყოს ზეცა, ზეციური სამეფო, ღმერთთან ერთად ყოფნა მარადისობაში, ღმერთის მარადიული ღირებულებებით ხელმძღვანელობა უკვე აქ დღეს და არ გავცვალოთ ეს მარადიული უხრწნადი დიდება ღვთისა ამ ქვეყნიურ შემოთავაზებებზე. რას ნიშნავს ეს, მეგობრებო? რას აკეთებენ ადამიანები იმისთვის, რომ ისიამოვნონ ამ ქვეყანაზე? ისინი მრუშობენ, ისინი ქურდობენ, ოღონდაც დროებითი რაღაცა ამ ქვეყნიური ეგრეთ წოდებული ამაოდიდებით შეიმოსონ. ისინი ღალატობენ მეუღლეებს, ანგრევენ ოჯახებს, ხოცავენ ერთმანეთს. რატომ? იმიტომ რომ დაიკმაყოფილონ აი ამ წუთიერი დროებითი თავიანთი გულის ტკივილები ჩაიხშონ ნარკოტიკებში და ასე შემდეგ და ამას როდესაც აკეთებენ ადამიანები, ისინი ამით უარს ამბობენ ღმერთის დიდებაზე. ადამიანი ცდილობს ემსახუროს, იშრომოს, იბრძოლოს იმისთვის, რაც არის დროებითი და ავიწყდება ღმერთი, რომელიც არის მარადიული მაცოცხლებელი მამა. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აი ამ სამ სფეროში ვიფხიზლოთ ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთი ჩვენსკენ არის. ღმერთი არ არის წინააღმდეგი შენი წარმატების, შენი კურთხევის, მაგრამ თუ ღმერთი დაინახავს, რომ ღმერთსა და წარმატებას შორის წარმატებაზე აკეთებ აქცენტს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს, გამოგაცალოს ეს წარმატება ხელიდან, რომ რაღაცნაირად შენი აქცენტი, შენი ყურადღება, შენი იმედი ღმერთის ძიებაზე გადაიტანოს. იცით, აი სიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის არაფერს იშურებს. ყველაფერი, თქვათ, ფულიანია ქალი ან კაცი, ყველაფერი რაც გააჩნია ამ კაცს, მისი მეუღლისაც არის და მისი შვილებისაც არის, მაგრამ თუ აღმოაჩენს ეს ადამიანი, რომ მისი მეუღლე მასთან სიყვარულით კი არ მივიდა, იმიტომ კი არ მივიდა, რომ უყვარს მისი ბუნება, ხასიათი, მასთან ერთად სურს გაატაროს მთელი ცხოვრება, არამედ
ანგარებით შეუღლდა მასთან. მისი ქონება აინტერესებს და სინამდვილეში სხვა ვინმეებზე ოცნებობს თავის გულში, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი ქონება ამ ადამიანს არ ჩაუგდოს ხელში. და თუ კი აი ჩვეულებრივი ადამიანები ქორწინებაშიც კი ასე ფხიზლობენ, წარმოგიდგენიათ, როგორ ფხიზლობს გულთამხილავი ღმერთი ადამიანების ცხოვრებაში. თუ ის ხედავს, რომ ღმერთიც კი ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, რა თქმა უნდა, ეს მისთვის საწყენია და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს გულში მოიტანოს წრფელი სიყვარული მისადმი. როგორ წერია წმინდა წერილში? აი გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალით, მთელი შენი არსებით და გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. აი ამ ორ მცნებაზე კიდიაო მთელი რჯული და წინასწარმეტყველები. მათეს 16:25-27-ში წერია, რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისათვის დაღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს. ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ, რადგან მოვა ძეკაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუძღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით. ნახეთ მეგობრებო, იესო ქრისტე გველაპარაკება, მან ძალიან კარგად იცის ჩვენი მისწრაფებები, ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს საცდური გამდიდრების, გაგვიჩნდეს სურვილი ენით აუწერელი წარმატების მიღწევის, გაგვიჩნდეს სურვილი შევიძინოთ ყველაფერი, რაც კი ამ დედამიწაზეა და ამან შეიძლება დაგვავიწყოს ღმერთის დიდება და მისი ყოფნის აუცილებლობა ჩვენს ცხოვრებაში და იესო ქრისტე პირდაპირ გვაფხიზლებს აი ამ რიტორიკული კითხვით, რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყნიერება შეიძინოს და თავისი სული საბოლოო ჯამში დაკარგოს. განა შეძლებს ადამიანი მთელი თავისი სიმდიდრით, აი როგორც აქ ამბობს, გაიღოს რაიმე, რომ თავისი სული გადაერჩინოს, რადგან დადგება მომენტი ის გვეუბნება. მოვა ძეკაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუძღავს თითოეულს თავის საქმეების მიხედვით. და რა კარგია თუ შენი საქმეები ისეთი აღმოჩნდება, რომ აქაც კურთხეული იყავი და იქაც გაკურთხა ღმერთმა. იქაც თავისი დიდებით შეგმოსა, იქაც თავისი ხელით გამზადებული სავანეები დაგიმკვიდრა და არა ცეცხლის ტბა და ჯოჯოხეთი. ნახეთ მეგობრებო, იესო ქრისტე ამბობს, განა არ მინდაო თქვენი სულის გადარჩენა, მაგრამ თუ თქვენს თავს, თქვენს სულს, თქვენს ოცნებებს, თქვენს გეგმებს მოემსახურებით და მე დამივიწყებთ, დაღუპავთ თქვენს სულს, თქვენს თავს, თქვენს ოცნებებს, თქვენს გეგმებს, მაგრამ თუ ჩემი გულისთვის დაღუპავთ მათ, თუ ჩემი გულისთვის უარს სიტყვით საკუთარი თავისთვის ცხოვრებაზე, საკუთარი გულისთქმებისთვის ცხოვრებაზე, ცოდვით სიამოვნებაზე, მოიპოვებთ ამ სულს და სინამდვილეში ის გაკურთხებთ ჭეშმარიტი კურთხევით. ეს არის ღმერთის ჩანაფიქრი ჩვენთვის. მას უნდა, რომ ჩვენ ვწამდეს, რათა გამოვლინდეს ჩვენ ცხოვრებაში მისი დიდება. მას უნდა, რომ ჩვენ ცოდვისაგან გამთავისუფლდეთ, რეალურად მოვინანიოთ ყოველი ცოდვა, რათა მისი დიდება ვლინდებოდეს ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ ცხოვრებაში. მას უნდა, რომ ჩვენი გული კერპებისგან იყოს დაცული, რათა მისი დიდებისთვის არ არსებობდეს ბარიერი ჩვენ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი მეგობრებო ცოდვაა. ურწმუნოებაც ცოდვაა. ნებისმიერი სხვა გულისთქმები, მრუშობა იქნება, ქურდობა იქნება, წყევლა იქნება, ტყუილი იქნება, ესეც ცოდვაა და კერთაყვანისმცემლობაც ცოდვაა, მაგრამ წმინდა წერილი ამას დაწვრილებით ჩაგვიშლის ხოლმე, რომ უფრო კარგად შევხედოთ ჩვენს გულებს, უფრო სრული სურათი შეგვექმნას და გამოფხიზლებულნი ისევ მივილტოდეთ ღმერთისკენ. რა უნდა გავაკეთოთ მეგობრებო? ჩვენ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ეს კითხვები. მაქვს კი რწმენა? რას ემყარება ჩემი რწმენა? რისი მჯერა? მჯერა იმის, რასაც უშუალოდ ღმერთი მეუბნება თავის წმინდა წერილში, თუ მჯერა ათასნაირი ფილოსოფიის და ადამიანური გადმოცემების. პირადად მე მეგობრებო ვერ გავრისკავ,
ვერ მივენდობი ადამიანს, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ბოლომდე საიმედო გარდა ქრისტე იესოსი და ის რაც გადაწყვიტა ღმერთმა რომ ჩვენთვის მოეწერა, მან უშუალოდ დაგვიწერა თავის წმინდა წერილში და ამ წერილს ქვია საღვთო წერილი. როგორ შეიძლება ღმერთს უნდოდეს რაიმეს გამოცხადება ჩვენთვის, რაიმეს სწავლება ჩვენთვის და ეს ამ წმინდა წერილში არ ეწეროს. იქ ყველაფერი წერია, რაც გვჭირდება ღვთისმოსაობისა და სრულფასოვანი რწმენისთვის. და ისიც წერია წმინდა წერილში, რომ არაფერი არ უნდა დაუმატოთ ამ წმინდა წერილს და არაფერი არ უნდა გამოვაკლოთ. და ისიც წერია, როგორც უკვე ვახსენეთ წმინდა წერილში, რომ ჩვენი რწმენა უნდა იყოს იესო ქრისტეში, რადგან ის ერთადერთი მართალი არის შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის და აი ნახეთ მოციქულთა საქმეებში წერია მეოთხე თავში მე-12 მუხლში და სხვა არავისში არსებობს ხსნა, ჩვენ ეს წეგანაც ვახსენეთ. ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. დაუსვი შენ თავს კითხვა, გწამს კი რეალურად იესო ქრისტე. მასზე დებ შენ სიმეც თუ შენი რწმენა არის გაზავებული უამრავი მინარევით და ფილოსოფიური აზროვნებებით. მეორე კითხვა, რასაც მე დაუსვამდი საკუთარ თავს, ჟღერს ასე, არის კი რომელიმე ცოდვა, რომელსაც იმხელა ძალაუფლება აქვს ჩემზე, რომ ვერ ვთავისუფლდები. იქნება ეს ტყუილი, წყევლა, რაიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულება, სიგარეტზე, ლოთობა, პორნოგრაფია. თუ შეიძლება ადამიანს უბრალოდ უნდოდეს რაღაცა საოცარი ქართული ოჯახის შექმნა, ან რაღაცა საოცარი სახლის აშენება, არ ვიცი და ეს გადაიქცეს მისთვის მოტივატორად, რომ წავიდეს მკვლელობაზე, წავიდეს ქურდობაზე, წავიდეს ტყუილზე, წავიდეს მრუშობაზე, მეძაობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ არის შენ ცხოვრებაში ცოდვა იმ დონის ძალაუფლების, რომ ის გაიძულებს დაივიწყო ღმერთი, გაიძულებს არ იცხოვრო ღვთისმცნებებით, გაიძულებს იფიქრო ამ ქვეყნიურზე, დროებითზე და არ იფიქრო მარადიულზე. დაუსვით ეს კითხვა თქვენს თავს. და მესამე, რასაც შევეკითხებოდი ჩემს თავს, არის კი ღმერთი უმთავრესი ჩემს ცხოვრებაში, თუ ვემსახურები საკუთარ თავს, რაც შეიძლება შეირაცხოს კერპად. ვცხოვრობ ჩემი თავისთვის თუ ღმერთისთვის. იცი, მე მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად მოვიდნენ ეკლესიაში და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ გვევლო ღმერთის გზებით, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შემდეგ თქვა, რომ იცი რა, მოდი ჯერ სახლს ვიყიდი, მოდი ჯერ ჩემს კარიერას მივხედავ, მოდი ჩემს მდგომარეობას მატერიალურს გავიუმჯობესებ და მერე დავიწყებ ღმერთის გზებით სიარულს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეგნებულად გადაწიეს ღმერთის დიდება თავიანთ ცხოვრებაში, მეორე, მესამე პლანზე და თავისი ცხოვრება მიუძღვნეს რაღაცა დროებით მიზნებს, რასაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვუწოდოთ კერპი. მეც დამმართნია ასე მეგობრებო, მე მარტო სხვაზე არ ვლაპარაკობ. მეც აღმომიჩენია ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ღმერთის თანდასწრება ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ღმერთის ნების აღსრულება ჩემს ცხოვრებაში და მადლობა სულიწმინდას, რომ მან მამხილა და მომცა ძალა, რომ მომენანიებინა ეს. როგორც უკვე წეგანაც ვახსენეთ, მოციქული იოანეს პირველ წერილში, პირველივე თავში მე-9 მუხლში წერია. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენს ყოველგვარი უმართლობისკენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩადენილ ცოდვებსაც მოგვიტევებს და დაგვეხმარება, რომ ყველა არასწორი მოტივი, ყველა არასწორი გულის თქმა, განზრახვა ჩვენიდან გავიდეს და გაქარწყლდეს სამუდამოდ. ამას გულისხმობს გაგვწმენს ყოველგვარი უმართლობისკენ, მაგრამ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ მეგობრებო, არის ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვათ საკუთარ თავს. კიდევ გავიმეორებ ამ კითხვებს.
მაქვს კი რწმენა ქრისტე იესოში. რის იმწამს, რას ემყარება ჩემი რწმენა? ემყარება ეს წმინდა წერილს თუ უბრალოდ ჩემს ყურს რაც მოსწონს, იმას ემყარება. მეორე, ხომ არ არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი ცოდვა, რომელსაც იმხელა ძალაუფლება აქვს ჩემზე, რომ ვერ ვთავისუფლდები და მაიძულებს ვიცხოვრო არა ღმერთის გზებით, არამედ საკუთარი სურვილების ტყვეობაში. და მესამე, ვემსახურები თუ არა მარადიული ღმერთის მიზნებს, თუ ვემსახურები ჩემს გულში არსებულ კერპებს, რომელიც თუნდაც ძალიან უწყინრად გამოიყურებოდეს, მაგრამ მაიძულებს, რომ დავივიწყო ღმერთი, გადავდო მასთან მოზიარეობა და მისადმი სამსახური უკვე დღეს. გაკურთხებთ უფალი იესო ქრისტეს სახელით, დაეუფლის სულმა იშრომოს თქვენს გულებში, გაგახსენოთ ეს ადგილები წმინდა წერილიდან, ხელი მოგიმართოთ ყველა თქვენ სარბიელზე, ყველა გზაჯვარედინზე, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და თუ სადღაც შეგეშლება კიდეც სულიწმინდა მოგცეთ ძალა, რომ წრფელად აღიაროთ ეს ყველაფერი და დაუბრუნდეთ ღმერთისათვის მოსაწონ მდგომარეობას. მოინანიებთ რა, აღივსებით სულიწმინდით და გააგრძელებთ გზას ღმერთის დიდებისაკენ, სანამ არ შევხვდებით პირადად იესო ქრისტეს თავის დროზე. გაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით. ამინ.